საღამო მშვიდობის დღეს პარასკევია და თქვენთვის მუშაობას იწყებს არტექსპერტი მე ხათუნა მანაგაძე ვარ და ჩვენი გადაცემის თემა როგორც ყოველთვის გახლავთ კულტურული პროცესების მიმოხილვა. სულ რამდენიმე ხნის წინ 16 ოქტომბერს საქართველოს კვლავ წარსდგა ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ წელსაც ბათუმიდან იყვნენ წარმომადგენლები ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე და ჩვენი ქალაქი წარადგინეს ძალიან საინტერესოდ. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო დღეს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან ინგა გოგიბერიძესთან ერთად. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, მე ყოველთვის მიხარია თქვენი მასპინძლობა, იმიტომ რომ გაგვთ საინტერესო და ძალიან ორიგინალური და არაორდინალური იდეები და აზრები მოტანილი ჩვენამდე, მაგრამ სანამ ამ აზრებსთან გადავალ, მინდა ვისაუბროთ ფრანკფურტის წლევანდელი მოგზაურობის შესახებ და როგორც წარსდგა, როგორც სეგმენტი ჩვენი ქალაქი ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. 2018 წელს მე მხოლოდ ეკრანიდან ვაკვირდებოდი ფრანკფურტის ბაზრობას და წიგნის კულმინაცია ჩვენი ურთიერთობის. დიახ, და მართლაც რაღაცა საოცარი ფესტივალი იყო. იქ იყო ფეიერვერკი, როდესაც ჩვენი საქართველო გახდათ საპატიო სტუმარი. წელს 2019 წელს თითქოს ეს მუხტი ოდნავ დაკარგული იყო. ჩვენი ბრალია. შეიძლება ჩვენი ბრალიც არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო წარსდგა მთლიანად მთელ საქართველოში არსებული წიგნის გამომცემლები, მწერლები, პოეტები, იყო შესანიშნავი პრეზენტაციები, ძალიან საინტერესო წიგნის წარდგენები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული გამომცემლობის წიგნები იყო გამოფენილი ჩვენს კულტურის, ისტორიის, საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. თქვენ კარგად იცით და ჩვენმა ქალაქმა იცის, რომ ფრანკფურტის ბაზრობაზე აჭარიდან პოეტები როინა აბუსელიძე და გენრი დოლიძე და მე გახლდით მიწვეული. ჩვენ ძალიან საინტერესო. ჩვენ ახლა შეგვიძლია ფოტოებიც ვაჩვენოთ ამ პროცესის ამსახველი და ჩვენი მაყურებელი მეტნაკლებად შეიქმნის შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა. და ჩვენ დავესწარით სასომხეთის ეს პავილიონები, ეს იცით რომ ტრადიციულად როგორც რამხელა ეს ფრანკფურტის ფესტივალი არის, თვითონ პავილიონები არის უზარმაზარი დანომრილი. წელს ჩვენი ნომერი იყო 5 და 0. ჩვენს სასომხეთი იყო წინ პოლონეთის რესპუბლიკა, იყო უკრაინა და რა ვიცი, მსოფლიოს მთელი გამომცემლები ისწრაფია მთელი წლის განმავლობაში და ჩვენც ძალიან ბევრ პრეზენტაციას დავესწარით, ძალიან ბევრი წიგნი განვიხილეთ, დავსახეთ, გეგმები. ეს ჩვენთვის პირველი იყო, რომ გითხრათ სიმართლე, რომ აი რაღაცა უსაშველო შედეგი დავდებით, ჯერჯერობით არ იყო. რადგანაც მე მინდა ყველას უთხრა და ასია ლიტერატურული აგენტის ყოლა არის საჭირო, ქალბატონო ხათუნა ყველასთვის. მწერალი მთელი წლის განმავლობაში წერს ნაწარმოებს, მაგრამ ლიტერატურული აგენტი მუშაობს სხვა გამომცემლობისთვის, თარგმანზე, იმაზე როგორ უნდა წარსდგეს ის მომავალ წიგნის ბაზრობაზე. სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და აი გენრისაც გაუჩნდა იდეა იმისა, რომ მომავალ წელს პატარა აჭარის კუთხეც წარმოვადგინოთ ფრანკფურტის ბაზრობაზე. მე ქალბატონ ბელა ფქებულიასთან ერთად მქონდა საუბარი და ქალბატონ ბელას 10 ნათარგმნი მქონდა, ათენაზე მქონდა ნათარგმნი, ახლა გამოვიდა მისი ახალი წიგნი და რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, ქალბატონ ბელასაც სურდა რომ მოხვედრილიყო სტენდზე. ამიტომ ჩვენ ეს როგორ მოხდა? აი საინტერესოა. უკვე ამ ყველაფრისთვის შეგზადება როგორ მოხდა? იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამის ყველაფრის გაგება. ჩვენ ხომ არ ვიცით ეს როგორ ხდება. საერთოდ გამომცემლებთან ურთიერთობა თავარი. საქართველოს გამომცემლები, ეს არის გამომცემლობა ინტელექტი, ეს არის გამომცემლობა ბაკმი, გამომცემლობა წიგნიერი, დიოგენე, პალიტრა, ახალი შექმნილი ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა. გამომცემლებთან და თარგმნელებთან უნდა გქონდეს ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში. შენ მომზადებული უნდა გქონდეს წიგნი, თარგმანი, იმასთან უკვე თითქმის საუბრები დამთავრებული უნდა იყოს და შედეგით უნდა მიხვიდე. ეს როგორ დაიგეგმა წლევანდელი გამგზავრება? ახლა მე
ჩემი წლევანდელი დაიგეგმა იმით, რომ მე ინტელექტმა გამოთქვა სურვილი, რომ დაებეჭდა ჩემი ახალი წიგნი თოვლის გამყიდველი და მერე კიდევ ის რა თქმა უნდა, ჯერ ამას არაფერი გზა არ გაუვლი ამ წიგნს. ახლა გაივლის იმ გზას, რომელიც სჭირდება. ახლა აწინ უნდა გადაითარგმნოს, აწინ უნდა შევხვდეთ გამომცემლებს. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს წიგნი, ასე ცხელი წიგნი გამოვიდა ზუსტად 14 ოქტომბერს და 16 ოქტომბერს მოხდა ფრანგფურტი. შესანიშნავი ბედი დაყვა ამ წიგნს და მე თვითონ საინტერესოდ გააგრძელებს თავის მომავალს და მოდით იცით რა წიგნებს მიუბრუნდეთ ამჯერად ბიბლიოთეკას. ძალიან ცოტა მინდა ესეთი შევჩერდე ძალიან მცირე ხნით იმ სიახლეებზე, რაც ეხლა ხდება ბიბლიოთეკაში, რა იგეგმება და როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობა განსაკუთრებულია ჩემთვის, როცა ვადევნებ თვალს ბავშვებთან, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი მკითხველის გასამრავლებლად. კი ბატონო, მკითხველი რო გითხრათ, რომ გვაკლია, ჩვენ ნამდვილად არ გვაკლია. ეს ჩემი საყვარელი თემაა, გადავედით ჩემს უსაყვარლეს თემაზე და მინდა მაყურებელს, მსმენელს ვუთხრა, რომ ძალიან მალე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ახალი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც იქნება წიგნის მუზეუმის ოთახი, მარკის მუზეუმის ოთახი და ის მარკების მუზეუმის ოთახი და ის საბავშვო კუთხე, რომელიც თქვენ ასე მოგწონთ და იქნება ერთი საკონფერენციო დარბაზი. აი გლობალური ეს სარდაფში მიმდინარეობს რემონტი, რომელიც 13 ნოემბერს დასრულდება და მე ვიმედოვნებ, რომ ნოემბრის ბოლომდე ეს ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნება. ჩვენი ძალებით ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს. ჩვენ სამსჯავროზე გამოვიტანეთ რარიტეტული ლიტერატურა, ქართული, ინგლისურენოვანი, ფრანგული, გერმანული და ჩვენი ოქროს ფონდი, რომელიც გააჩნია ბიბლიოთეკას და მინდა ცოტა ეხლა წავიდრაბახო. საფრანგეთის ელჩი ყავდა სტუმრად ქალბატონი თია ჭანტურია კულტურის სამინისტროს ჭანტურიშვილი ბოდიში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მაშინ დაიგეგმა ნახეს რა ფრანგული ლიტერატურაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს 500-მდე არაჩვეულებრივი ძალიან ადრე გამოცემული წიგნები და აი რამდენიმე დღეა მოვიდა წერილი საფრანგეთის ელჩისგან, რომ ბევრი თანხა კი არ არის, მაგრამ მცირე თანხით შემოგწირავენ მცირე თანხას, რომ რამდენიმე წიგნი გავარესტავრიროთ, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან უნიშნელოვანია. ამ მიმართულებით იგეგმება ტემპერატურის აუცილებლად ჩვენ უნდა შევიძინოთ პირველი რაც არის უკვე ქალაქ ბათუმის მერია ჩვენ ძალიან ყურადღებას გვაძლევს და დაგეგმილია კარფანჯრების გამოცვლა და როცა ბიბლიოთეკაში უკვე გამოიცვლება კარფანჯრები, ყველა დარბაზში დაიდგმება კონდენსირება, რომელიც ტენიანობასაც განსაზღვრავს და სითბოსაც და სიცივესაც. ახლა მე ვუბრუნდები ბიბლიოთეკაზე, მე როგორც ვატყობ, კიდე მოგვიწევს ჩვენ საუბარი აი მოვლენების განვითარების შემდეგ. ვუბრუნდები აი ამ წიგნს, რომელიც ახლა აქ არის მოიტანეთ თომის გამყიდვა, ძალიან საინტერესო სათაურით და ხვალ იქნება ამ წიგნის პრეზენტაცია პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, ყოფილ საჯარო ბიბლიოთეკაში და გრძელდება მერე ეს პრეზენტაციების სერია ნელ-ნელა წამოყოლთ ბათუმისკენ. ხო, მოდით რამდენიმე სიტყვით. ჯერ არ ვიცი ბათუმისკენ, იმიტომ რომ ჩემმა მსმენელმა და მკითხველმა იცის, რომ მე რამდენიმე პროზაული წიგნი მაქვს, კი ბატონო, გამოცემული, მაგრამ აი ესეთ ცნობილ გამომცემლობებში არასდროს არ მქონია და სულ ფიქრობდი, რომ წიგნის თაროზე ხო უნდა იყოს, მაღაზიაში ხო უნდა იყოს წიგნი, რომ გაგვიცნოს მკითხველმა და აი ასრულ ბატონმა ზვიადმა კვარაცხელიამ აასრულა ჩემი ოცნება და ჩემი მინიატურები აკინძა ამ ერთ ძალიან ლამაზ წიგნად. ბატონი გიორგი კეკელიძის რეზიუმეც ახლავს ამას და ძველი და ახალი
მინიატურები არის შერწყმული აქ. ძალიან საინტერესოა და წარდგენა მით უმეტეს ძალიან საინტერესო ხდება. თქვენ როგორც ვიცი, გინდათ მცირე ფრაგმენტი, ძალიან მცირე ფრაგმენტი. მოკლე ფრაგმენტი, რომ არ მოვაწყინოთ მაყურებელს. არ მოვაწყინოთ მაყურებელს. ვფიქრობ, რომ ბათუმი, შავი ზღვა და წიგნი არის ჩვენი სამყარო და როდესაც ერთხელ მივდიოდი ღონისძიებაზე, ძალიან წვიმდა ისე, როგორც ახლა მოვდიოდი და წვიმდა და დამაგვიანდა და ჰენრი დოლიძე რომ მოვიდა აქ გადაცემას, ისე მაინც არ წვიმდა. ხო და მაშინ დამაგვიანდა და მაშინ დავწერე ესა. წვიმს თქეშია. ზღვის ქალაქში ვცხოვრობდა, მიყვარს ზღვის ნაპირით სიარული. ფეხსაცმელს არასოდეს ვიცვამ, რომ ზღვის ტალღებში უდრტვინველად ვიარო. იმ დღეს კი შეხვედრაზე რომ მივდიოდი, ფეხსაცმლის ჩაცმა მომიწია. მომდივარ ჩემთვის არხეინა და ნაცარქექიას სიმღერას ვღიღიმნებ. დამინახა ზღვამ, რომ მეცვა ფეხსაცმელი, გაბრაზდა ეს ოჯახქორი, გასწევს ტალღას უკან, რომ არ მომეწვეთოს. ერთი წვეთი, გავიწევი მეც, გაიწევა ისიც, გავიწევი მეც, ისიც. ერთი წვეთი კი არ მომასხა მისი მლაშე წყლისა. მოკლედ, სანამ შავი ზღვა ფეხით გადავიარე, ქედა მაგვიანდა ჩემო ბატონო. წვიმს თქეშია. ასე რომ წვიმაში არ შეგვეშვიდეს დაგვიანებით. ერთი ნაცარქექია სიმღერი დაინტერესდი. ცალკე ნოველა უნდა იყოს. არა, არ ვიცი. საინტერესო იქნება ნაცარქექია. ნაცარქექია სიმღერა, ხო დავწერე ნაცარქექიას და გულში ვღიღინებ. მე ნახშირე ბიჭი ვარ ნახშირე. ნაცარქექიას და მე ნახშირე სიმღერა ერთნაირია. ძალიან საინტერესოა. მე გისურვებთ წარმატებებს ამ პრეზენტაციაზე და იმედი მაქვს, რომ ბათუმში ექნება დაინტერესებულ ადამიანებს ამ წიგნის პრეზენტაციის ხილვის საშუალება, იმიტომ რომ ძალიან შორიდან დაიწყო წიგნმა ცხოვრება, პირდაპირ გერმანიიდან და მოდის ნელ-ნელა. აუცილებლად ყველა ქალაქს მოივლის საქართველოს. მე მინდა დავპირდე ჩემს მკითხველს, რომ აბსოლუტურად ყველა ქალაქს მოივლის საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში მივა ეს წიგნი. მე ძალიან მიხარია, რომ ამ საქმის ეს საქმე გახდა თქვენთვის ძალიან ისეთი შინაგანი და ძალიან საინტერესო, გამოგდით ძალიან საინტერესო და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა გქონდეს ძალიან ბევრი აქტივობა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, როგორც იქ ძირითად სამსახურში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში, რომელიც ჰობიდან გადაიზარდა ესეთ ძალიან მნიშვნელოვან. მაგრამ რაღაც ახლა ცოტა მოუკელით მუზეუმია. იმიტომ რომ ბევრი საქმეა ბიბლიოთეკაში. წარმატებები, დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენ საუბრობდით ქალბატონ ინგა გოგიბერიძესთან ერთად, ის გახლავთ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. ჩვენი საუბრის თემა იყო ძალიან მცირე მიმოხილვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ასევე იმ ახალი წიგნის პრეზენტაციის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც ხვალ შედგება თბილისის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მე რამდენიმე წუთში ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შემოგიერთდებით.